მოგესალმებით. მსოფლიოში არსებობს მცენარეების და ყვავილების დიდი რაოდენობა. ზოგიერთი მათგანი ცნობილია მისი სამკურნალო თვისებებით, მაგრამ მსოფლიოში მრავალი შხამიანი და საშიში მცენარეებიც არსებობს, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სწორედ იმ მავნე მცენარეებზე, მაგრამ სანამ დავიწყებდეთ ამაზე საუბარს, გთხოვთ გამოიწერეთ არხი. გიგანტური კოკისებური მცენარე. ეს მცენარე ხარობს ვიქტორიას მთაზე, ფილიპინებში. იგი ხორცის მჭამელი მცენარეა და გამოყოფს ნექტრის მსგავს ნივთიერებას, რომელიც იზიდავს მსხვერპლს ფერმენტების და მჟავის მორევში. წებოვანი ნივთიერებების გროვების მეშვეობით შეუძლებელი ხდება მსხვერპლის მცენარედან თავის დაღწევა. ამ მცენარეს 30 სანტიმეტრიანი დიამეტრი აქვს, რაც მღრღნელების მახეში გაბმის საშუალებას იძლევა. მაგრამ მისი ჩვეულებრივი საჭმელი მაინც მწერებია. კოკისებური მცენარეები, რომელთა 600-მდე სახეობაა, იზრდებიან იმ ადგილებში, სადაც აზოტის დეფიციტია და ამის გამო ნუტრიენტები ასუსტებენ მცენარის მსხვერპლს. კასტორის ცერცვი. კასტორის ცერცვის შეძენა შეიძლება ბაღებში. მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს სასიკვდილო შხამს. ემი სტიუარტს, რომელიც მომწამლელი მცენარეების ექსპერტია, აქვს შეხება ასეთ მცენარეებთან და რამდენიმე მათგანი მის ბაღშიც იზრდება. დაინტერესებულ მებაღეებს შეუძლიათ ამ მცენარის თესლის მოგლეჯა. მის გადამუშავების შედეგად გამოყოფილ შხამს იყენებენ სპეციალურ იარაღებში. დასავლეთის წყლის კონიო. ითვლება, რომ ეს მცენარე ყველაზე შხამიანი მცენარეა ჩრდილოეთ ამერიკაში. წყლის კონიო შეიცავს ტოქსიკურ ციცუტოქსინს, რომელსაც შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა, რაც გამოიხატება ადამიანის კრუნჩხვებში ჩავარდნაში, კუნთების შეკუმშვაში და საბოლოო ჯამში ადამიანი კვდება. წყლის კონიო განსხვავდება შხამიანი კონიოსგან, რომელიც სოკრატეს ცნობილი მკვლელია. ის ადამიანს კლავს სასუნთქი სისტემის პარალიზებით. ეს ორივე მცენარე თქვენ წარმოიდგინეთ სტაფილოს ოჯახს მიეკუთვნება. თეთრი გველისწირა. ამ მცენარით გარდაიცვალა აბრაამ ლინკოლნის დედა, ნენსი ჰენქსი. მისმა ძროხამ შეჭამა მცირე რაოდენობით და ამიტომ გადარჩა გველისწირა და რძე მოიწამლა. ამ რძის დალევის შემდეგ კი ნენსი ჰენქსი გარდაიცვალა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს უჯერ ალკოჰოლს ტრემეტოლს, რომელსაც შეუძლია პირუტყვის კუნთების შეკუმშვა, სანამ მოკლავს მას. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ხალხი ცდილობდა აეხსნა, თუ რით კვდებოდა მათი საქონელი. ეს ფაქტი ამოუხსნელი იყო იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ამოხსნა ეს ფაქტი და შემდეგ სწრაფად გაავრცელა მთელს მსოფლიოში. დღეს თეთრი გველისწირა კვლავ ფართოდ იზრდება, მაგრამ მისი გავრცელების კონტროლმა თავიდან აიცილა მისი შხამით საქონლის მოწამვლა. აკონიტი. ერთხელ სტიუარტს კითხეს, რა იყო საუკეთესო მცენარე, რითაც შეიძლებოდა მოეკლათ სადილის დამსწრე სტუმარი. დიდი განხილვის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს მცენარე იყო აკონიტი. მან თქვა, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაბეგოთ ამ მცენარის ფესვები და დაუმატოთ მოშუშულ საკვებს. ღია იისფერი აკონიტი ხშირად ხვდებათ ბაღების შემოგარენში. ის შეიცავს ტოქსიკურ ალკალიდს, აკონიტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ასფიქსია. ეს მცენარე წყლის პატარა ცხოველებს ჭამს. მისი რამდენიმე ბუშტუკი წყალშია ჩაძირული და იჭერს მსხვერპლს, როგორიცაა თავკომბალები და პატარა კიბოსნაირები. ამ მცენარის ჯაგარისებულ გამონაზრდებში ებმევა მსხვერპლი და შემდეგ ამ შხამით ან შიმშილით კვდება. როცა მსხვერპლი დალპება და სითხედ გარდაიქცევა, მცენარის კედლებზე განლაგებული ბუშტუკები შეიწოვს მას. ვენერას ბუზიჭერია. მრავალწლოვანი ბალახოვანი მწერიჭამია მცენარე, დროზე რასებრთა ოჯახისა. აქვს ორნაკვეთიანი მგრძნობიარე ბეწვებიანი ფოთლები. ფოთლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება. ფოთლის ნაკვეთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება 5-10 დღე გრძელდება და შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება. ვენერას ბუზიჭერია იზრდება უნაყოფო ნიადაგებზე, ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს ხავსიან ჭაობებში და ტენიან ქვიშებზე. აზოტის, ფოსფორისა და სხვა შენაერთების ნაკლებობას მწერებით ინაზღაურებს. ამ მცენარეს აქვს უნარი დაიხუროს ნახევარწამში.
წერი მას უნდა შეეხოს ზედიზედ ორ თმაზე, იმისთვის, რომ რეაქცია მოახდინოს, მაგრამ მცენარის მოქმედების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. ამერიკის ბოტანიკური საზოგადოება აღნიშნავს ძველ თეორიებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ წყლის წნევის მოულოდნელი ცვლილება განაპირობებს ამ მცენარის რეაქციას, მაგრამ ამ თეორიას დღეს არავინ იზიარებს. დახრილი და თვალის მომჭრელი ანგელოზის საყვირის ყვავილი. ხარობს სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ის შეიცავს ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებების გროვებს, რომლებიც შეიცავს ათროპინს, ჰიოსკიამინს და სკოპოლამინს. კოლუმბიაში კრიმინალებმა ამ მცენარიდან გამოყვეს სკოპოლამინი და გამოიყენეს ძლიერი ნარკოტიკული მოქმედებისთვის. ამ ტოქსინის მეშვეობით მსხვერპლი აზრზე არ არის რას აკეთებს, მაგრამ ყველაფერს გააზრებულად, ბოლოს კი კვდება. სკოპოლამინის კანი და ლორწოვანი გარსიც კი იწოვს და მის სახეზე შეყრა წყმარა ადამიანის მოსაკლავად. ოლეანდრე. ეს შესახედა ჩვეულებრივი მარადმწვანე ბუჩქი არის. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე. ამ მცენარის ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გულის ამაჩქარებელ გლიკოზიოდებს. მას რაღაც ოდენობით სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ, მაგრამ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებისთვის ოლეანდრით მრავალი ადამიანი დაიღუპა. ხალხს ხშირად თვალს ჭრის ამ მცენარის სილამაზე და ფერები, მაგრამ მისი მოწყვეტა არ შეიძლება. იმდენად საშიშია, რომ თუ მისი შხამი სხეულში მოხვდა, გულს მომენტარულად აჩერებს. სტიუარტი აღწერს, რომ ეს ბაღის მცენარე უფრო მტკივნეულია ვიდრე შხამიანი. მალამუჯერ, რომელიც ითარგმნება როგორც ცუდი ქალი, ხარობს სამხრეთ-დასავლეთ მექსიკაში და დაფარულია საშინელი ეკლებით. თუმცა რეალურად საშიში არის მწველი, რძის მაგვარი ნივთიერება. ეს ნივთიერება დამახასიათებელია ბევრი ეუფორბიას გვარის მცენარეებისთვის და შეუძლია გამოიწვიოს კანის მტკივნეული გაღიზიანება და ფერის შეცვლა, რაც კანის საზესღარ შეხედულებას აძლევს.